ყველაფერი ვაჟკაცობა არ არის იმისა, რომ 10 ტომარა ფული ვინმეს ჰქონდეს, მე-11 გახსნას და ვიღაცებს გაჭირვებულს დაურიგოს. ეს პირიქით საკუთარი თავის სიამოვნებაა, მე თუ მკითხავთ. მაგრამ ის რომ სასოწარკვეთილ კაცს უსამართლობით გაუბედურებულს ციცოცხლის ხალის დაუბრუნებ და ბრძოლის ჟინით ავსებ, აი ეს არის ზუსტად გმირობა და ეს არის ზუსტად ვაჟკაცობა. ზუსტად სამართლიანი მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის ახალი თავისი ენერგიული წევრებით, თავისი ახალი სამოქმედო გეგმით, რომელსაც თქვენ პატივცემული ჩვენი ლიდერი გაგაცნობთ, აუცილებლად იქნება ის წისვლა, რომელიც თქვენ დაგიბრუნდებათ ის მიზანი და ის სურვილი, რომ სამართლიანობა მიიზეიმოს თუნდაც გორში და შემდეგ მთელ საქართველოში. პატივცემულო მეგობრებო, მიკროფონთან ბატონ სერგი ჯავახიძეს ვთხოვთ, ჩემი თანამემამულეების სახელით. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, დაფასებისთვის, გორის, კასპიის, ხაშურის, ქარელის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ იმყოფებით. დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ რაიონის ხელმძღვანელებს, რეგიონის ხელმძღვანელებს, ბატონ ნუკრის. მე ალბათ მოგეცემათ საშუალება პატარა გამოსვლები ექნებათ ადამიანებს და თვითონაც პირადად უფრო ახლოს და მათ ხედვებს უფრო ახლოდან დავინახავთ. მე ხა დიდი ორატორობით და დიდი ამისთან მონაცემებით არ გამოვიჩევი, ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ, სულ ერთი წელიწადია რაც პოლიტიკაში ვართ, აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ მაინც შევეცდები ჩემი ემოციები და ჩემი დამოკიდებულება ყველაფერ ამასთან და განსაკუთრებით გორელების მიმართ გამოვხატო, რადგან ძალიან ადვილია ახლა ჩვენ პატარა ვიდეოკოლას უყურეთ და ადვილია თქვა თბილისიდან, მე არ მიწყენენ აქ იმერეთის წარმომადგენლებიც არიან, თქვა ქუთაისიდან იმის თქმა რომ მოდი რუსეთი ყოლაში ჩას, რომ რუსეთი ნომერ პირველ საფრთხეთ გამოაცხადოთ და გორმა რაც გადაეტანა თავის თავზე და თვითონ გორელებმა რაც ნახეს, მე მგონი უკვე ყველასთვის ნათელია რომ რუსეთის ნომერ პირველ საფრთხეთ გამოცხადება, რუსეთის გინება, მით უმეტეს სანამ გადავალ საკითხებზე საქართველოში ლაპარაკი მხოლოდ იმაზე რომ არიქა 2012-ის არჩევნები მოდის, არიქა ვინ რამდენ მანდატს მიიღებს და მარტო ამაზე რომ მიდის ვაჭრობა დღე-დაღამე გუშინდე პარლამენტში გამოსვლასაც უყურეთ. გაცილებით დიდი გამოწვევები აქვს ქვეყანას სულ ახლოს პერიოდში. ეხლა 4 მარტს იქნება რუსეთში არჩევნები. აგერ ირანში რა მდგომარეობა სრულიად შესაძლებელია საქართველოს პლაცდარმი გახდეს ამ დიდი რაღაცა გაურკვეველი შესაძლებელია ომისაც. კარგად ხედავთ რა ხდება აფხაზეთში. ნებისმიერი ტერაქტი, რომელიც იმ დე-ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელებს შეიძლება ვიღაცა მოუწყოს და ეს ისევ საქართველოს დაბრალდეს. ნებისმიერი სიტუაცია რაც ახლა ვთქვათ, აგერ ცხინვალში რაც ხდება, ყველაფერი საქართველოსზე გადატყდა და ეს ყველაფერი თქვენ კარგად იცით პირველ რიგში გორელებმა ნახეთ რაც არის და რამძიმე სიტუაციაც არის. ყველა შემთხვევაში სიმართლეს ვიტყვი, აუცილებლად სიმართლეს პარტიის სახელიდან გამომდინარე და თქვენც ალბათ თუ ვინმეს თქვენი მოსაზრება გექნებათ, მე ვთხოვე ჩვენს წამყვანს ქალბატონ რომ თუ ვინმეს რამე კითხვა გექნებათ, მე მზათა ვარ წერილობითაც გავცე, მაგრამ შევეცდები ჩემი გამოსვლა მოკლე იყოს, იმიტომ რომ იქნებიან კიდევ გამოსვლელები, რომლებიც უფრო მეტად მომახიანად და უფრო კარგად იტყვიან თავის საქმეს. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს მოძრაობა სამართლიან საქართველოს მიიღო 9%. ეს 9% მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღეთ, მაგრამ როგორი ზეწოლის ქვეშ, რომ არიქა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ამ ხალხს და როგორ შეიძლება რომ ამასთან ხალხი განსაკუთრებით თქვენ რეგიონში, არც ერთ რეგიონში, მით უმეტეს რომ ხედავთ რომ აი ამდენი მხარდაჭერი ყავდა და შეიძლება უფრო მეტიც იმ პერიოდში რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის პოლიტიკას, მაგრამ მოძრაობა სამართლიან საქართველოს 3%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა გორში. მაგრამ ჩვენი ინფორმაციით ჩვენა 20%-ზე მეტი ჰქონდა მიღებული, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლების ხელში და ამ ფსევდოდემოკრატიის ხელში კი ხედავთ როგორც უნდა და რანაირადაც უნდა ისე წერენ ამ ბიულეტინებს თუ იმას ოქნებს. ყველაზე მთავარი რაც იყო და რაც დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს, რომ მე უბრალოდ ეხლა ვიტყვი მაგალითად ამ დარბაზის დირექტორმა თუ ხელმძღვანელმა პირმა, რომელთანაც მივიდა ჩვენი წარმომადგენელი და უთხრა, რომ თუ შეიძლება რომ დარბაზი ვიქირავოთ, ასეთი პასუხი მოგცა, რომ მეათე პარტია ხართ, რომელიც აქ მოდის, მაგრამ პირველი პარტია ხართ, რომელმაც ხელშეკრულება რეფორმა და
აიღო თავის თავზე რომ თქვა აი ამ დარბაზში ამ რაოდენობის ადამიანები მომიდოდა. ამის გულიზე კიდევ ერთხელ ვხვდი ქართლის რეგიონის ხელმძღვანელს და ჩვენს წარმომადგენლებს ისინი რომ ამ ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ ეს ხალხი და თქვენ აქ არ შეიკრიბებოდით. ძალიან მოკლედ, მაგრამ აუცილებლად მინდა შევეხო მე სხვა სიტყვა მქონდა მომზადებული და მე მგონი ხედავთ სხვა რაღაცაზე მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ გუშინდელი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად სულ შემეცვალა ყველაფერზე შთაბეჭდილება. იმასთან დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც მე დავინახე ხელისუფლების მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მიმართ, პარლამენტის წევრების მიმართ, ქართული ხალხის მიმართ. მე ახლა რამოდენიმე ადგილს ჩავიკითხავ და შევავსოთ როგორია დღევანდელი სიტუაცია. საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ეკონომიკური მახასიათებლების ზრდაზე, აბსოლუტურად აბსურდულ რაღაცაზე. ლაპარაკობენ თემაზე, რომ არიქა ეკონომიკის ზრდა, შეუჩერებლად ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშლება, ჩვენი ეკონომიკა ძლიერია, მაგრამ რას ხედავთ? რას ხედავთ? გრიგოლ ვაშაძე, ჩვენი სამექებო საგარეო საქმეთა მინისტრი. ერთ-ერთ უცხოელებთან შეხვედრაზე აღიარა, რომ საქართველოში არის 2 მილიონი უმუშევარი. როგორ შეიძლება ეკონომიურ ზრდაზე ვილაპარაკოთ? 2 მილიონი უმუშევარი როდესაც არის და როდესაც ამ ფონზე ვლაპარაკობთ რაზე და ვამაყობთ რითი, რომ ჩვენ ხსნით ახალ თქვათ საავადმყოფოებს. რამდენ ადამიანს შეუძლია და რამდენი ადამიანისთვის არის გერმისაწვდომი ეს საავადმყოფო? როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2 მილიონი უმუშევარია. როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ეს ადამიანები და ეს 2 მილიონი ადამიანი დგას რიგში სოციალური აგენტები და ინსპექტორები რო ყავთ, როგორმე ის 40 ლარიანი დახმარება მიიღონ. როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სრულყოფილი ჯანდაცვის მიღება? არ შეუძლიათ ეს საავადმყოფოები რჩება საავადმყოფოებად. ანუ ეს პროექტი წარუმატებელი იქნება. მანამ სანამ თქვათ ქვეყანა არ გადავა ევროპულ სტანდარტებზე, დაზღვევა არ ექნება ყველა ადამიანს, მაგრამ მოდი დაზღვევაზე ვილაპარაკოთ. იაფი დაზღვევა რამდენჯერ იყო? დრო იაფი დაზღვევა, რამდენი კაცია აქ დაზღვეული? ანუ ეს პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ამაყობს ხელისუფლება ამით. კიდევ გადავხედოთ, თქვათ განათლებაზე ვილაპარაკოთ, 100 სკოლა აშენდა, საბავშვო ბაღები გარემონტდა, რას ხედავთ? რომელ ადამიანს აქვს, რომ სრულყოფილი განათლება მისცეს თავის შვილს? რაზე ალაპარაკი? საბავშვო ბაღიდან დაწყებული უმაღლეს სასწავლებლამდე რამხელა გადასახადებია. ამას რითი უშველით? კიდევ დაზღვევა, რითი დავაზღვიოთ? განათლება რითი დავაზღვიოთ? ანუ ეს პროექტიც განწირულია კრახისთვის. ესე იგი, ესეც წარუმატებელი პროექტი იქნება. ის 1000 და ზოგიერთი ცისფერი ინგლისურის მასწავლებლების ჩამოყვანა და პლუს კიდევ სხვა რაღაცები, რომელიც პრაქტიკულად ხალხისთვის არ არის. კიდევ შევეხოთ რამოდენიმე საკითხს. თქვათ, რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც გადასახადები, შუქის გადასახადია ეს, წყლის გადასახადია, თუ რა არის, მე არ მესმის. გორელები ხართ, აგერ ქალები ხართ, კასპელები ხართ, 30 ლარიანი ვაუჩერი. სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე ვლაპარაკობ. მე რამდენი პროექტია ეს? პირველი პროექტი მე მახსოვს, ერთ-ერთი პროექტი იყო ასეთი, რომ აუცილებლად თურმე საქართველოს პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო ბაყაყების ექსპორტი, თურმე ფრანგები ბაყაყებს ჭამდნენ და იმხელა ფული ჩაიდო ამ პროექტში და საბოლოო ჯამში საქართველოსთან გავიდა რაღაცა $15,000 ბაყაყი, როდესაც ამხელა ქვეყანას შენახო. ჰიბრიდული სიმინდი. მე არ ვიცი თუ ამით გადარჩება ქვეყანა. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეხლა 30 ლარიანი ვაუჩერი სრულიად საკმარისია სოფლის მეურნეობის აღორძინების. ეს ხო ასე არ არის. ესე იგი, ეს პროექტიც წარუმატებლობისთვის არის განწირული. შეგვიძლია ვილაპარაკოთ გზის მშენებლობაზე, რა თქმა უნდა, დადებითი რაც არის ყველა გააკეთეთ, ყველაფერზე ვიტყვით, რომ დადებითია. მართლა იდეა ფიქსი ხო არ არის, რომ აუცილებლად ადამიანს ცუდი უთხრა, მაგრამ რა თმინდა გზა? მაშინ ეს არის უბრალოდ ტრანზიტული გზა, რომ აზია მიაროს ევროპაში თუკი საწვავის ღირებულება იქნება ასეთ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, საწვავის სიძვივით. ესე იგი ვიაროთ ველოსიპედით, რაც დაგვიდგა რუსთაველზე, მიშა სააკაშვილმა და ეს გზა გამოვიყენოთ ველოსიპედებით სამოძრავად. ესე იგი, ეს პროექტიც არ არის, ის პროექტი, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში რაღაცა შედეგს მოუტანს. შეგვიძლია კიდევ სხვა საკითხებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მოკლედ რო შევეხოთ, სასამართლოზე ვილაპარაკოთ. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ სასამართლოს დობის ფაქტორი აიწია ხალხში? როდესაც სულ ძალიან მარტივად ვთქვა, ერთი პატარა სტატისტიკა, რომელსაც არავინ არ მალავს. გამამართლებელი განაჩენი საქართველოში
უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არის 0.2%. შეიძლება რომ თქვათ რომ სასამართლო დამოუკიდებელი ეს ასე არ არის. არჩევნებზე და მის გაღალპების მეთოდებზე უკვე აღარ ვლაპარაკობ. აქედან გამომდინარე, მე მიჩნდება ერთი აზრი. რისთვის ხდება ეს? რატოა ასეთი განუკითხაობა? მაგრამ მოდი სხვანაირად დავსვათ კითხვა. კითხვა დავსვათ ასე. რატო აძლევს ხელისუფლება თავს უფლებას რომ აკეთოს ყველა ეს ყველას დაუკითხავთ და ყველაფერში მართალი აღმოჩნდეს? ძალიან მარტივი პასუხი გვაქვს ჩვენ პარტიას და მოძრაობა სამართლიან საქართველოს. ერთი პირველი პასუხი რაც არის რომ ხელისუფლება არის ერთი მთლიანი გუნდი. რაც ოპოზიციურ სპექტრში ვერასოდეს ვერ მოხდა. ვერასოდეს ვერ მოხდა. რამდენი ცდილობაც არ უნდა ყოფილიყო რომ ოპოზიცია ერთიანად გამოსულიყო, ერთად დამდგარიყო. ბოლო-ბოლო აუცილებელი ხო არ არის რომ დღეს ხელისუფლებაში მოხვიდე ადამიანი. ბოლო-ბოლო მეტ ხმამაღალ სიტყვას იტყოდნენ და ბევრ ადამიანს დაეხმარებოდნენ. სოციალურ პრობლემებს მოუგვარებდნენ ბოლო-ბოლო, მაგრამ არა. ოპოზიციას უახლეს ისტორიას გავიხსენებ. ჩვენ ახლა ახალგაზრდა პარტია ვართ. ერთწლიანი ისტორიას ვთვლით, მაგრამ რაც უყურეთ, ყოველ შემთხვევაში სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს. აი, ვიტყვი 2007 წელი გავიხსენოთ, ბადრი პატარკაციშვილის საპრეზიდენტო პროექტი. დამარცხდა ოპოზიცია, ხო, კარგად იცით უყურა. დამარცხდა ოპოზიცია და იყო წარუმატებელი პროექტი. მაგას მოყვა საპარლამენტო არჩევნები. დამარცხდა ოპოზიცია. მანდატები დაწერეს, იქ არ შევიდნენ, ვინც შევიდა, იქ რაც ლაპარაკობს პარლამენტში თვითონიცის. წარუმატებელი პროექტი. გადმოვიდეთ ცოტა აქეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის. დამარცხდა ოპოზიცია. რის გამო? მარტივი რაღაცის გამო. პირველ შემთხვევაშიც არ იყო საერთო კანდიდატი. ლევან გაჩეჩილაძე არ იყო ერთი კანდიდატი. მაშინ გამოჩნდა სულ ყველა პრეზიდენტობის მოსურვე. ასე საპარლამენტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გიგი უგულავას კონკურენტი იყო ზვიად ძიძიგურიც, იყო ალასანიაც, ერთობა ვერ შედგა. მაშინ გამოაჩნდა რესპუბლიკელების აზრი, რომ აუცილებლად მინუს ნოღაიდელი უნდა ყოფილიყო, თორე ისე არჩევნებში როგორ წავიდოდნენ. და დღეს რას ხედავ? ანალოგიურ სურათს. არა, მაისის მოვლენები გამორჩა, რომ მე კარგად ვიცი, რამდენი ადამიანია დაჭერილი, 400-მდე ადამიანი ციხეშია. მაგრამ არც მაშინ არ მოხდა ოპოზიციური ერთობა და ეს პროექტი წარუმატებელი იყო. და აი ამ ფონზე დღეს კიდევ მოდის რაღაცა პოლიტიკური ძალები და არჩევენ ხალხს სხვადასხვა კუთხით. არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც ითანამშრომლებენ, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც არ ითანამშრომლებენ. მეორე საკითხი, არიან ადამიანები, რომლებთანაც ითანამშრომლებენ, არიან ადამიანები, რომლებთანაც არ. ჩვენ რას ვხედავთ? ხედავთ ერთადერთ რამეს, რომ ეს ხალხი ხელისუფლების შესაძლებლად კი არა და რაღაცა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და გამომდინარე. არა, უბრალოდ პირდაპირ ვხედავ, რომ ეს არის მანდატებისთვის ბრძოლა. ეს არის ის ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ უნდა მოატყუონ. ამომრჩეველი კიდევ ერთხელ უნდა მივიდნენ პარლამენტში და მარტივად ყველამ კარგად იცის. ბიძინა ივანიშვილი მეცენატი ამდენი სიკეთე აქვს კაც გაკეთებული, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობით კი არა. მოდის ქრისტიან დემოკრატების ჩასანაცვლებლად. ანუ საპარლამენტო უმცირესობა იქნება, თუ კი ახლა ვთქვათ, ჩამოსული სტუმარი ხდება გიორგი თარგამაძეს, მერე შეხვდება ირაკლი ალასანიას და დათო ოსუპაშვილს და ქვეყანა დარჩება ისევ ამ ხელისუფლების ხელში. რაზე შეიძლება ვილაპარაკო და როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ, თქვათ, მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ბევრჯერ მოისმინეთ ასეთი განცხადებები, რომ შუა უნდა გაიკრიფოს. კი, მაგრამ მე რო ხელისუფლება არ მომწონს და არ მივდივარ ხელისუფლებასთან, რატო უნდა მომწონდეს მაინც და მაინც რესპუბლიკელები და რატო უნდა დავდგე რესპუბლიკელების გვერდზე? ეს არის ძალიან მარტივი კითხვა. ერთი მიზეზის გამო. იმ მიზეზის გამო, რომ თქვათ, მე შეიძლება ჩავამართვან ეს, თქვათ, არა ეროვნულობაში, არა ოპოზიციონერობაში, რატო არ ვდგევარ ბიძინა ივანიშვილის გვერდით. ბიძინა ივანიშვილის გვერდით არ ვდგევარ მარტო ამიტომ არა. მე გეტყვით, სასუნთქეთი ავიღოთ. არის ქვეყანა, რომელიც არის იზოლაციაში, აბსოლუტურ იზოლაციაში, ერთადერთი გზა აქვს ჩვენს ქვეყანაზე. ვინ ინახავს სასუნთქეთს? ინახავს სომხური დიასპორები და არანაკლები მილიარდერები. ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. იგივე შეერთებული შტატებიდან, იგივე საფრანგეთიდან, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ ჩამოსულა და არ უთქვია პეტროსიანისთვის ან კოჩარიანისთვის შენ წადი და მე პრეზიდენტი უნდა გავხდე. მე ვხედავ ერთ რამეს, რომ ადამიანები დღეს ერთ პოლიტიკურ ძალას აფინანსებენ, ხვალე მეორე პოლიტიკურ ძალას აფინანსებენ. მთავარი გახდა ის, რომ ფულია და ოპოზიციურობა გახდა პროფესია.
და მე ამ პროფესიის ადამიანი არ ვარ, მე ვარ ეკონომისტი და მე ვაპირებ თუ რამეს შევძლებ და თუ რამეს გავაკეთებ ჩვენი ამომრჩევლისთვის, გავაკეთოთ ღირსეულად და გავაკეთოთ ისე როგორც ვთქვათ, ჩვენ შევძლებთ და ჩვენი ადამიანური და ფინანსური რესურსი გაგწდება. ძალიან დიდი მადლობა და იქნებ შემდეგ გამოსვლელები. დიდი მადლობა. ნუღრი ბიბილაშვილს ვთხოვთ მიკროფონთან მოგზაურდეს. მოგესალმებით ხალხო. დღევანდელი ჩვენი რეგიონალური კონფერენცია ნათლად გვაჩვენებს, რომ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის შიდა ქართლის ორგანიზაცია მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში და დავდოთ შედეგი, რომელიც საშუალებას მოგცემს მთლიანად მთელს მოძრაობას გადავლახოთ ბარიერი და დამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ძალა. მე ბევრი საუბრით თავს არ მოგაწყენთ. ჩემი და ჩემი მოძრაობის ძალა ნათელი აქ წარმოდგენილი პარტიული აქტივითა და მხარდამჭერებით, რომლებიც მიუხედავად ბევრი გაჭირებისა მაინც ერთგულნი ვართ. მე მინდა მადლობა მოგიხადოთ შიდა ქართულ პარტიულ აქტივს და ჩემს მხარდამჭერებს იმის გამო, მიუხედავად ბევრი სიძნელეებისა, არსებული სახელმწიფო დავალიანებისა, ზოგიერთ შემთხვევაში განაწყენებისა, მაინც ჩემს გვერდით ხართ და დღეს აქ მოგზავნით. მე ვპირდებით ყველას, მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები და დავიცავ თქვენს ინტერესებს. ბატონებო, მიკროფონთან ვიწვევთ საინიციატივო ჯგუფის წევრს ბატონ კოტე ფორჩხიძეს. მოგესალმებით ბატონებო. დღეს ამ დარბაზში თავი მოიყარა შიდა ქართლის მიღმა მოსახლეობა. მე თავისუფლად შემიძლია გიწოდოთ თქვენ გმირი მოსახლეობა. მით უმეტეს იმ განვლილი ხუთდღიანი რუსულ-ქართული ომის შემდეგ თქვენ აი ამ შეუდრეკელი ხასიათისათვის, აი ამ ღირსების შენარჩუნებისათვის, იმისათვის რომ დღეს აქ ამ დარბაზში სხერხად მოხვედით ჩვენთან, დაგვიდექით გვერდზე, ამით აღიარეთ არა მარტო საკუთარი ღირსება, არამედ აღიარეთ ჩვენი ღირსება. ჩვენი ღირსება, იმიტომ რომ არ არსებობს უღირს ადამიანთან უღირსი ადამიანები არ მიდიან. დღეს ეს დარბაზი ასეთი სავსე რო არის, ეს არის თქვენი პირველი დამსახურება, პირველ რიგში დამსახურება, მაგრამ ჩვენც ვართ ის ადამიანები, ჩვენ ვართ ის თითოეული თქვენთაგანი, რომელიც ამ დარბაზში ზის დღესდღეობით, ხომ? თქვენი წარმომადგენელი, თქვენგან წამოსული, ალბათ ჩვენ პოლიტიკაში არ ყოფილვართ, მაგრამ ჩვენ ქონდა გავლილი მთელი გზა, ჩვენი ცხოვრებისეული გზა. ალბათ ხედავთ, რომ ასაკიანი ხალხის გზავნდებით, საშუალო ასაკის ხალხი ვართ და ალბათ ჩვენი ცხოვრებისეული კრედო და გზა გავლილი გვაქვს. ბატონი სერგო ეკონომისტია, მე იურისტი ვარ. არიან ჩვენი გუნდის წევრები, მაგალითად ხვიჩა ასანიძე, უნდა იცნობდეთ, შემდგომი გამოსვლელი იქნება პედაგოგია, დღესაც ასწავლის სკოლაში, დღესაც აქვს ურთიერთობა ხალხთან და ეს არის მთავარი. ვიყოთ ხალხთან 24 საათი ხალხთან. ეს არის მთავარი, რაც ამ ხელისუფლებას არ აქვს. მე მინდა კარგად ვიცოდეთ, რომ თვითონ უნდა გქონდეს ღირსება, რომ სხვისი ღირსება აღიაროთ. ეს არის ჩვენი მთავარი კრედო. ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი. მე მინდა ამ ხელისუფლებას უთხრა ერთი რამ. სამართლიანია ის მთავრობა და ის ხელისუფლება, ვინც სხვისი თვალით აფასებს საკუთარ ნამოღვაწარს. სწორედ ეს აკლია დღევანდელ ხელისუფლებას. სწორედ ეს არის ის მთავარი, რის გამოც ქვეყანა ხელისუფლებასთან, რაც უფრო ნაკლებია მანძილი მათ შორის, მით მეტია დემოკრატიის ხარისხი. მაგრამ ამ ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას სამგვარი უნეცრება დაემართა. ერთი, არაფერი არ იცის საერთოდ. მეორე, თუ იცის, ძალიან ცუდად იცის და მესამე, იცის ის, რაც არ უნდა იცოდეს. მთელი მათი 8 წლიანი მოღვაწეობა არის ამის აი ამ თეზის ტიპიური, ასე ვთქვათ, დასტური. განა იმიტომ მოხდა ვარდების რევოლუცია, რომ ხალხს რომ აყარეს ძალაუფლება
იმ ხალხისთვის ამ ძალაუფლების დაბრუნებისათვის მოხდა ეს რევოლუცია ალბათ. აქ ამ დარბაზში ზის ბევრი იმ 2003 წლის ნოემბრის ასე ვთქვათ რევოლუციური სიტუაციის მონაწილე. მაგრამ კარგად დავინახეთ, რომ ამ ასე ვთქვათ რევოლუციურმა მუხტმა თავისი განვითარება ვერ პოვა. დაждდნენ კარგ სკამებზე, დაждდნენ კარგ მანქანებზე, კარგ ჯიპებზე და პრაქტიკულად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მხოლოდ ფული ელანდებათ, მეტი არაფერი ამ ქვეყანაზე. ჩვენი მთავარი და როგორია, როდესაც ასეთი ადამიანები გმოზღრავენ ჩვენ და გვეუბნებიან, თქვენ უნდა გაიკაფოთ, თქვენ უნდა გაქრეთ, თქვენ უნდა წახვიდეთ, საწავიდეს ეს ხალხი, ეს დარბაზი. 4 დღეში დაწერილი კოდექსით უნდა არჩევნებზე მივიდნენ. და ეს გააკეთა იმ ოპოზიციამ, იმ რუიანმა, იმ ექვსიანმა და იმ დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც დღეს გადაბარგდნენ ერთი ბანაკიდან მეორე ბანაკში. ზიან კარგად იქ თბილ მანქანებში. მე მინდა უთხრა მათ ერთი რამე, ბატონებო, პოლიტიკა არის ურთიერთობები, ხელოვნება. თუ არ შეგიძლიათ ეს, თავი დაანებეთ ამ პოლიტიკას. წადით. ხალხი დაიღალა 20 წელიწადი ერთი და იგივე პოლიტიკური მაპატეთ ჟარგონისთვის სიფათების ყურებით. და მათი დამოძღვრით. ხალხს ჭირდება ახალი პოლიტიკა. ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა, მოდი ვთქვათ რა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ისეთ რაღაცას პირდება თავის ამორჩევას, რომელსაც არ პირდება არავინ. ჩვენ ვიძახით, რომ ხალხს უნდა კონდეს, ხალხს უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკური ძალაუფლება, დაუბრუნდეს რეფერენდუმის გზით. მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს მომავალში და რისთვისაც ვიბრძვით ჩვენ, რომ ეს იყოს და დამკვიდრდეს საქართველოში. არ უნდა კონდეს არავის ხალხის საწინააღმდეგო კანონების მიღების საშუალება. მე ვიძახი პარლამენტარებზე. ამის ერთადერთი მექანიზმი არსებობს მსოფლიო პრაქტიკაში, ეს არის რეფერენდუმის ინსტიტუტი. თუ ჩვენ მოვართ ხელისუფლებაში და ქვეყანას გავიჭერთ, ჩვენ შევიტანთ შესწორებას საქართველოს კონსტიტუციაში და ქართულ ხალხს დაუბრუნებთ პოლიტიკურ ძალაუფლებას. კერძოდ ჩავწერთ კონსტიტუციის მეხუთე მუხლში, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. ხალხს უფლება აქვს გადასინჯოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები რეფერენდუმის გზით. ეს არის ახალი პოლიტიკა, ეს არის ახალი ხედვა. ეს არის ის, რაზეც არც ხელისუფლება საუბრობს და არც ოპოზიცია. მე მინდა გითხრათ კიდევ ერთი რამ. ეს ჩვენი გოგონი ნამდვილად არ არის. ეს მოიგონა კი არა, უფრო კარგად ვთქვათ. აღწერილი აქვს და დევს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში. ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე კარგი პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, დემოკრატიის მამამთავარი აბრაამ ლინკოლნი, კაგებული გაქვთ ალბათ სულ ყველა ამ დარბაზში. წერდა, რომ სახელმწიფო ძალაუფლება, ეს არის ძალაუფლება ხალხისგან და ხალხისთვის. ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ ერთი რამ. ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ფორმულამ განიცადა ტრანსფორმაცია და დღეს გვაქვს ხელისუფლება ხალხის ხარჯზე, ხელისუფლება ხალხის გარეშე და ხელისუფლება ხალხისთვის საზიანო. აი ჩვენი განსხვავება ამ პოლიტიკური ძალებისაგან. აი ჩვენი განსხვავება იმ ოპოზიციისაგან, რომელიც ფულზე გაყიდული დაეძებს მესიას იმისათვის, რომ მოვიდეს და ისევ გააბრალოს ეს ხელისუფლება, გააბრალოს მართალი სიტყვა თქვა ბატონმა სერგომ, გააბრალოს რუსული სიტყვა, ჟარგონია, მაგრამ მაინც მათ გააკეთეს ეს ერთხელ 2007 წელს, გააკეთეს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და გააკეთეს სულ ცოტა ხნის წინ იმ კოდექსთან დაკავშირებით, რა კოდექსთაც ფაქტიურად უზრუნველყოფს ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება შემდგომ არჩევნებში. მე მინდა კიდევ გითხრათ ერთი რამ. ეს უშუალოდ უკავშირდება ამ ახალი პოლიტიკური კოალიციის მოსვლას ხელისუფლებაში. მაგალითად მოხდა ისე, რომ
ეს პოლიტიკური კოალიცია მოვიდა უმრავლესობით პარლამენტში. მიშა მოსელა პრეზიდენტია. ხო, 2013 წლის დეკემბრამდე. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე შეეცვალა ახალი კონსტიტუცია დარაჯი, რომელთაც უნდა იქნეს არჩეული პრემიერ-მინისტრი. ფაქტობრივად ერთი წლის განმავლობაში იქნება ესეთი სიტუაცია, რომ ოპოზიცია ვერ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს. ვერ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებს. იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო ეკუთვნის დღევანდელ ხელისუფლებას და ეკუთვნის ასე ვთქვათ პრეზიდენტის განკარგულებებს, ემორჩილება უბრალოდ. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ის რადგან ბატონმა სერბულად. ესენი იწვიან იმისათვის, რომ ჩაანაცვლონ ქრისტიან დემოკრატიული უმცირესობა. მადლობა ყურადღებისათვის. როცა იზეიმებს სამართალი, მაშინ მშვიდად ილაპარაკებს ბატონი ხვიჩა ასანიძეც. მოგესალმებით. ჩემო უმცროსო მეგობრებო. დღეს არის ეს კვირა არის მძიმე კვირა და მიტევების დღეები იყო. მომიტევეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. თუ რამე ისეთი ბოლომდე ბრძოლაში კი ვართ, მაგრამ თუ რამე ისეთი ვერ შევასრულეთ, გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, ჩვენ თავმჯდომარესთან ერთად, რომ დანაპირებს კი არ შევასრულებთ. აი გაგაკვირვებთ, გაგაცვიფრებთ. არა იმით კი არა მარტო ლაპარაკით, საქმით, ზუსტად იმ საქმით. როცა გამომძანდა ჩვენი ლიდერი ბატონი სერგო ჯავახიძე, მან თავი დაიდაბლა და თქვა, რომ მე არა ვარ ორატორიო. ბატონო სერგო ჩვენ ორატორი და კეკლუცი ლიდერი არ ჭირდება და ან ისეთი ადამიანი, რომელიც ზოგიერთი ლიდერები, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ვინ არის ოპოზიცია? მე არ გიგზავნოთ მაგაც, მაგრამ მე როცა ვიტყვი, არასოდეს არ ვახსენე მათ ოპოზიციას. ესენი არიან ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. მათი ლიდერი არ მინდა. მათი ლიდერები დაემგონოს ჩემ ლიდერს და არც იქნება ასე. ფული გადაყაროს იმაში, რომ ტელევიზორში გამოჩნდეს. ფული გადაყაროს იმაში, რომ სხვადასხვა პოზაში დამიდგეს გაზეთებში, სხვადასხვა ჟურნალებში. უირა მაგარი ბიჭი ვარო. და მაშინ 10,000 და 100,000 ხარჯავენ. მაჩვენეთ ისეთი ლიდერი. მე არ დავიწყებ შეგოსკებას, რომელმაც თავის თავზე აიღო 700,000 თუნდაც თელი ვარები და ყველაფერი. რუსეთთან უპირისპირდა წყარებში ვაბო პუტინს. არა მშრომელ რუსეთს და არა იმ რუსეთს, რომელთანაც ჩვენ კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს. არავის არ მომაგდით, თქვენს გამო არა. სიმართლის და თავისუფლების გამო. ეს არის ზუსტად სწორი პოზიცია. ეხლა შეადგინის ხოლმე საუბარი, რომ უი ასე ხდება, ისე ხდებაო. გამოდიან და აი ხალხზე თქვენზე იწვიდავენ ხელებს. ამის ბევრი პრეცედენტია. გამომძანდა, ადრე იყო. წააგეს თავისი სულელები, თავისი გაუტანობით არჩევნები. და მე თუნდაც ჩარანატელაშვილმა 4 ფიცარი შეგიკვეთათ, მეფა დაგიფაროთ. შემდეგ გამომძანდა გუბას ანიკიძე, ნახირი გიწოდათ. მაბადიეთ თქვენ გეუბნებით, ხალხზე ვლაპარაკო. თვითონ მარია ნახირები 20,000 აიღო კომა დავითაშვილმა, მილიონი ახლა აიღო, თქვენთვის კი არ აიღო. ჩიპებზე დაიჭრენ ეგერ. მე არავის ჩიპი არ მაგვირეს, მაგრამ უფალმა მოგცა მაგალითი. უფალსა არ შეეძლო ყველაზე კარგი. თუნდაც ცხენი მოეთხოვა, როდესაც ბზობის კვირა შევიდა. ყველაზე გაჭირებული ოჯახიდან მოითხოვა ის ჯორი და ზედ დაждდა. ადამიანი რაზე დაждდები? იმაზე კი არა პისტოლება ჩიპზე იქნები თუ ცხენზე. შენ ხალხთან როგორ ახარ? მე არ მინდა ლიდერის, ჩემი ლიდერი ახლა ვაქო და ვადიდო. მაგრამ მას აქ ნათქვამი, რომ მე მაშინ ვიქნები ძლიერი, როდესაც ხალხთან თვითონ მივარ და ამ ჩემი საქმით გამიცნობენ. და არა იქ ჟურნალებზე დაიმარცხე. მიბრძანდით აბა რა ხდება სხვაგან. რომელი ლიდერებზეა საუბარი ელემენტარულად ვერ დავეშეხვარ. კარებს არ გაგიღებენ. სწორი მენეჯმენტი გჭირდება ბატონო სერგო, მე დამხარდა სწორი მენეჯმენტი გჭირდება. 26 მაისი მინდა გავიხსენო. იქ ვიყავით ყველა. მაგრამ ბატონმა სერგომ ძალა რომ მე თუნდაც ჩემს ნებისმიერ წევს ლიდერებზე და იმაზე არ ვლაპარაკო. თმის ხელი ჩამოვარდასაც კი ჩემთან შევაბადიებ. და ყველას გითხარ რომ ყველა წავხართ, იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოშია ჩავეტიო. თვითონ გამომძადენ და თავისი შვილები და ისინი ყველაფერი ისე გააკეთესო, გადამალეს, ოღონდ ავსტრიაში. ხო, დიო ბურჟარადემ თუნდაც. და გამოდიან და სხვას მოუტოდებენ.
მე არ შემიძლია არ ვთქვა რომ თქვენ ქართველებო, შიდა ქართველებო მართალია საქართველოს ბევრმა კუთხემ უდიდესი გმირობის ისტორიის ფურცლები შექმნა, მაგრამ რაც ქართლმა გააკეთა მთელ მსოფლიოს მიწა ორი ანალოგი იმ გმირობისა შვილის გაძიების იყო დიდი მოურავი და თუნდაც გიორგი სააკაძე და სტალინი. გამოვდანდა ბიზილა ივანიშვილთან ვიღაც კბილაშვილი ენას დააჭირე კბილი და თქვა რომ დიდარი ვარო. არა ხარ შევძებ დიდარი, არ შეგოდე და არც არავისე. აი ჩემი სიდიდე თქვენ ახლა. თქვენ ახლა დაგესვარი სიდიდე. გული პიზომავენ მილიონებით. მილიონი სიმაროვნოთ ესო. აი ესა ადამიანობა. თუნდაც მე გავიხსენე იმ ისტორიას. ყველა ჩემზე კარგად იცით, მაგრამ უდიდესი მეფეებიდან გამოყოფთ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს და გიორგი მესამეს, რომლებაც ისე გააძლიერეს საქართველო, სოფლიოს ბატონობაც კი შეეძლო. ვითი გააძლიერეს, იმით კი არა რომ ამბობენ დღესდღეობით რომ გიგრები უნდა მოვიდეთო. დაწია თავადაზნაურები და დავადები და აზნაურები საშუალო ფენა შეეყვანა მართვაში. ზუსტად ის საშუალო ფენა ვარ ჩვენ და ზუსტად თქვენი დავადობით, თქვენი გვერდებით გავაკეთებთ იმ გასაკეთებელს. ეს იქნება ჩვენი პირობა. არ შემეძლია ცოტა ამ დადაბულ ფონზე ერთი რამე არ თქვა. ჩვენ ყოველთვის გვითქვია გვირეკავენ ხოლმე ხშირად რომ ერთობაზე გველაპარაკებიან და შიშზე და რაღაცეებზე. არა ბატონებო, არ გეგონოთ. ჩვენ მე ჩვეულებრივი პედაგოგი ვარ, თავს არ ვიქებ. ყველა ჩვეულებრივი ვართ. ნუ გონია ზოგიერთები ლიდერებად რო გვაქვთ და რაღაცა წარმოადგენენ. არ შეგეშინეთ და არც რაღაცა ილუზიაში არ ჩათვალეთ, არაფერი არ არიან. მაგათი წარსული რომ გქონდეს, ოპოზიციაში ვარ, თავში წოლომე, ხალხო 22 წელიწადი ოპოზიციაში იყო. ეგ იგივეა 50 წელი თუნდაც, ან 30 წელი ბაბადიეთა ქართალი იყო და ბოდიში და იმოვერდი იყო. ეს არის ჩვენი საქმე ოპოზიციონერებო. და ერთი კიდევ რომ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ლიდერებზე მინდა. კანონიერ ქურდებს მე არ მივსტირებარ, მაგრამ ერთთან მეშვითყვი. პირდაპირ ბრძანა კანონიერ ქურდებზე ყველამ და ხელი მოაწერეს თუ კი, უნდა დასულიყვნენ, არ ჩვენ გვაქვს მაგის ყოფა, მაგრამ ერთი დაუწერელი კანონი ქონათ ხალხო. თუ კანონიერი ქურდი რამეს დააშავებდა, ქურდობას კი არა ქუასოს ვერ ამბობდა. ეს არის კი 1000 წელი განახდნენ. კიდევ თავს გაწოლებენ რომ მოდი მომეცით ხო? ეს არის კი არის კაცო. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და თქვენი ნაკვეთაა რომ ბრძოლაში შევიდეთ. თქვენი გადაწყვეტილებით ბატონო სერგომ ჩვენ გამგეობამ თქვენთან ერთად მე ნუგრისმინა დიდი მადლობა უთხრა ამ ყველაფრისათვის, ამ სამუშაო დღეს რომ ასე მოვბრძანდით და დაგვიჯერეთ თქვენთან ერთად. ჩვენ მივდივართ მარტო არჩევნებზე და თუნდაც წავაგოთ მერტვა დაგვიფაროს. არც ერთი თქვენგანი არ იქნებით. არც დაჩაგული რამეთი, არც მიტოვებული და არც განსხვავებული. ბატონმა სერგომ ასეთი პრეცედენტი დაუშვა. ვინც ნებისმიერი გინ გორის, გინ ჭიათურის არ მაინტერესებსო თქვა, ვინც მეთქმებს მოიტანს, ის იქნება პარლამენტში და ის იქნება თუნდაც ნუგრი. მიათო ნუგრის მანა იქნება პარლამენტში. არ იქნება იქ მე მეორე ვარ, მე მესამე ვარ. თუნდაც მე პირობას გაძლევთ. მე საბჭოში ვიყრი გენს. პროცედურა თუ დავდები ნაკლები, პირობას გაძლევთ ჩემ კაცურ სიტყვას. შევიდეს ნუგრი თქვენთან ერთად და თქვენთან ერთად დაუდგები გვერდში და მე ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნები რიგითი წევრი. დამიჯერეთ მართლა გულდასული საუბრო. მართლა ამოვიდა ხელში ყველაფერი. მე არ დავიწყებ ჩემ თავის ქებას, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. ჩვეულებრივი ადამიანობა უფალმა მოხსა მაგის მაგათ რომ იყავი უბრალო. უბრალობა აკლია დღეს. რას მეჭიმები ხო სიტყვაზე ვინც არ უნდა იყო. ხო ჩვენით გავხდით. ხო ჩვენით იყავით ხო? აი შუა უნდა გაიკრიფოსო, იმაზე არ შემიძლია. არა თქო ერთი რაღაც ისეთი. ჩვენ უნდა გავიკრიფოთ ხალხო. მიტომ უნდა გაიკრიფოთ რომ ჩვენ რო პატიოსნები ვართ. პატიოსნობა არ უნდათ მათ. თვითონ უნდათ ყველაფერი ესე გააკეთოთ და თუ ბიზნესად მიშა სააკაშვილი ამერიკას აფერდებიან ეფერებიან. არა, ვინ ჩარნაცვლე და მე ვიქნებიო. ის ჩამოაშვე და მე ჩამონაცვლეო. არ მაინტერესებს მე
ვინც ხალხის ინტერესებს ვერ დაიცავს. კი ბატონო. ბიზნესმენი იყავი ბოლომდე. პოლიტიკაში ხარ ბოლომდე იყავი. და არ შემიძლია ერთი რამე არ დავაფიქსირო. მე ვიდაბარაკი თავს არ გადაგწყვეტ, მე ვიცი რომ გადაღლები ხარ და 1000 საქმეები გაქვს დღევანდელ დღეს. ხალხოს ადგილი ნახია, არავის ეგონოს რომ ბიზნესი არ მოწონსო. მე ვიყავი პირველი, თუნდაც ჭორვილაში, ჭიათურელი ვარ. და სადაზერო სავდი მის სადაზერო სოციალურს საქმიანობას აკეთებდა, მაგრამ ასეთი მკრეხელობა გინახია? გვარზე უნდა იყოს რომ ივანიშვილზე სწორებაო. თვითონვე ბევრს ბაგრატიონებს არ უჩვენოთ რომ გვარზე გასწორდითო და ბაგრატიონობაზე იბრძოლეთო. საქართველოზე იყოს სწორებაო, სარწმუნოებაზე იყოს სწორებაო. აი ეს არის გმირობის თორფასი. ჩვენგან ვერ მოისმენთ მაგას რომ არ გეტყვით რომ ჯავახიძეზე იყოს სწორებაო. ან ასანიძეზეო, ან ნუკლიზეო. არ იქნება ასე. იქნება ადამიანობაზე, იქნება კაცობაზე, იქნება სარწმუნოებაზე. აი ეს არის ჩვენი სიყვარული. თვითუბარი მეუბნება სიყვარული თუ არ მიუდექი საქმეს, არაფერი არ გამოგივა ხელიდან. აი ამ სიყვარულით და თქვენთან ერთად სიყვარულით მივდივარ ჩვენ ბრძოლაში. კიდევ გეუბნებით. ბევრამე შეიძლება ვაპატიოთ ზოგიერთ ეგეთოდებულ ოპოზიციონერებს, მაგრამ ოდიშა სულში ჩამოთხრებას არ ვაპატიებ. ესენი ვინ არიან დავხსენიან ხალხო გინახიათ. ხელი ჩამორთმევა კი არა, არ გადულობენ, მარტო არჩევნების დროს გამოდიან და უიღიტომ გეფერებიან. მილიონებს და მილიარდებს ვაჟდებიან, მაშინ ხო არ ახსოვთ თქვენი თავი. მე არაფერს არ მოუთხო მათგან. გინ საბჭოს წევრებისგან, გინ ნებისმიერი თუ ოპოზიციონერი ხარ. გვირეკავე ხშირად გეუბნებიან. დაგვანახე ერთიანობაო. ბევრჯერ დავანახეთ ერთიანობა. ჩვენი ერთიანობით ყომა დაუთაშვილი და ძილიგური დღესდღეობით 200,000 ღებულობენ დაფინანსებას. საგრებულოში არის. ერთი სიტყვა დასწრებია რომ გმირი ხარ თქვენო სერგო. გმირები არიან ეს ხალხიო ვინც ამ ნაგიჟებს სააკაშვის ებრძოლებითო. 10 არის იმას არავინ არ დაიდებს კისერზე. შხვის პურს ჩვენ დავიბანდით ხელებს. ვინ ვიჩიოდა, მაგრამ ერთიანობ თქვიათ რომ აი ბიჭებო დაგიდგებით გვერდში. ერთიანობა ბევრჯერ შევთავაზეთ. გამოვედით კომისიას ბატონმა სერგომ. ეხლა შეიქმნა ხმის დაბედა კომისია. უთხრა ივანიშვილებს მაგათ, იმიტომ რომ ივანიშვილებზე ასწორებაო და ყველას ივანიშვილს უძახი მაგათ. რესპუბლიკელი იქნება თუ ვიც იქნება. მოდი ბატონო, თქვენ იყავით აქ ლიდერები. თქვენთან ერთად განავთვალოთ ხმები თუ არ მოხდოთ კაცი დაძეო. არა ბატონო, ჩვენ თვითონო მიტინგები იყო, ყოველთვის გამოდიოდით და ყოველთვის მორჩილი ვიყავით ხოლმე. იმიტომ კი არა რომ გვეშინოდა. იმიტომ კი არა რომ ჩვენ ხალხი არ ყავდა. თვითონ ორი კაცი არ ყავთ. იმდენი ხალხი ყავთ პარტიაში, იმდენი მე ოჯახში შეიძლება ხოლმე და სუპრამატ იმდენი ყოველდღე. ჩემი ოჯახის წევრები. ესაა ყომა დაუთაშვილი. ესაა ძილიგური, არასანია კიდე დიდი მოამაგე. ამერიკისისა, იპრაჭებოდა სამი თვე ქალივითი, არ ჩამოდიოდა მეაკვარტეტო. ვინ არიან ესენი გამაგები? არაფერი არ არიან. თქვენზე მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ ხალხო, თავისუფლების ინსტიტუტში გამოზრდილები. ტვინ გამორეცხილები ზუსტად ამ შეთუთუშელობით. არ დაიჭიროთ მაგათი ოპოზიციონერობა. თორემ უარეს გამიკეთებენ. მე არ მჭირდება გელის მაგიას მე გლისმენმა ძალიან მაშინჭამოს. არც ამერიკა მინდა და არც რუსეთის მონა ვიყო. მე მინდა ვიყო ქართველი. მე მინდა მოვეფერო ჩემ ოსმებს, აფხაზებს, ყველა მათ მოვეფერო, მათ ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. და ბოლოს არ მინდა კიდევ უფრო გადაგყალოთ. ჯობია ეს და ჩვენმა გუნდმა საქმით გადაგყალოთ და საქმით გადაგეთ და იცოდეთ ყოველ კვირა თუ არ თაში 2-3 კონკრეტი ვართ. ღმერთმა გაშუროთ. სუდი ამოვიდა ყველაფერი კარგი ამოვში ვერახოთ. სადაც არ დახავთ. აი მაშინ მოგეთ